ჩემს ქვეყანაში მინდა ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ პირველ რიგში დასაქმებული, ხელშეწყობილები და შემდეგ უკვე თუ იქნება მის საშუალება რომ გჭირდება უცხოელები, დიდი სიამოვნებით მეც მიმუშავია პოლონეთში და სტამბულში. ნებისმიერი საერთაშორისო კომპანია, რომელიც შედის რომელიღაცა ქვეყანაში, ერგება იმ ქვეყნის კანონმდებლობას, ხო? თავის კანონებით არ მიდის. ანუ ამ კომპანიის და იმ სახელმწიფოს ზოგადი კანონების შესაბამისად ხდება მისი ოპერირება იმ ქვეყანაში. ეს აქსიომა რაღაცა მე არ მომიგონია. რომ შემოვიდა აი ეს საკურიერო კომპანიები ჩვენს ქვეყანაში და დაიწყეს თავიანთი საქმიანობა და უცხოელების მიღებას დაიწყეს თუნდაც. და მე საერთოდ არ ვამტყუნებ რომელიმე კომპანიას, როცა უნდათ რომ ნაკლები ხარჯის. ხო, ეგ ჩვეულებრივად ბიზნესის პრინციპია ელემენტარული, რომ ნაკლები ხარჯის შესაბამისად უნდათ რომ მეტი მოგება მიიღონ. გავიგე. მაგრამ სახელმწიფოს როლი სად არის ამ დროს? შენს მოქალაქეს რომ სთავაზობენ კაბალურ პირობებს ამ კომპანიებში, შენ რას აკეთებ? შრომითი უფლებები არ არსებობს, მინიმალური ანაზღაურება არ არსებობს. 97 თუ 98 წლის კანონი არის ისევ და არ არსებობს. წეგანაც ვახსენე რომ კურიერები კიდე არის მაგალითად მეშახტეები, მაღარუელები, მაღალი რისკის ჯგუფებში არიან, ხო? სადაც შეიძლება შეხვიდე მაღაროში და ღმერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ იქიდან ვეღარ გამოხვიდე. და ასევე კურიერები გზაზე მოძრაობის დროს უამრავი კურიერი გარდაცვლილა. შესაბამისად, ჩვენთან სხვანაირად უნდა იყოს ანაზღაურება. მინიმალური უნდა იყოს 20 ლარი, თუ სიტყვაზე ახლა 15 ლარის ფარგლებში მოხდა 1 საათში შეკვეთების დატოვა, უნდა დაგიმრგვალოს 20 ლარზე. ასე უნდა იყოს. მაღაზიაში სხვანაირად უნდა იყოს, მაგრამ როდესაც საუბრობენ ასევე ადამიანები, აი ეს უკვე 3 დღეა ამაზე მიდის საუბარი, რომ თურმე რაღაც სიტუაციას გააფუჭებს. სამართლებრივ სახელმწიფოს ხომ ვაშენებთ? რომელ სამართლებრივ და ნორმალურ სახელმწიფოში არის ისე რომ არალეგალები მუშაობდნენ ლეგალურად? როგორ იღებს გლოვო არალეგალს ლეგალურად? ეს ჩემთვის აი წარმოუდგენელია, ვერ ვიგებ რანაირად. ხშირ შემთხვევაში არის რომ ქართველი კურიერები თავიანთ აპლიკაციას აქირავებენ, ასევე თავიანთ სკუტერებს აქირავებენ და კანონის გვერდისავლით ხდება, მაგრამ ტურისტად რომ ჩამოვიდა, მაგალითად თურქმენეთიდან აზიელი ის რა ქვია მოქალაქე და 3 თვეს რომ აცერს, ან თუნდაც ამ იმის რა ქვია ტურისტული ვიზის ფარგლებში რომ მუშაობს. ანუ რაღაცა ორგანო არ არსებობს, საიმიგრაციო სამსახური არ არსებობს, რომ შეამოწმოს. ჩვენ რო გვაჩერებენ და შეკვეთა რომ მიდევს ჩანთაში შაურმა და თითქოს წამალს ეძებენ და რაღაცა ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებენ. ანუ ამისთვის იცლიან და იმისთვის ვერ იცლიან, რომ ეს ადამიანი რომელიღაცა, რავი, კონკრეტული სახელმწიფოდან ჩამოვიდა, არალეგალურად მუშაობს და შემდეგ უკვე თუნდაც ლიბერტარიანული პოლიტიკის და ეკონომიკის მომხრეები არგუმენტად მიყენებენ იმას, რომ თურმე ქართველების მუშაობენ საზღვარგარეთ. ქართველები მუშაობენ ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც ადგილობრივი მუშახელი არ მოიძებნება იმ სამსახურისთვის. იტალიაში და საბერძნეთში ადგილობრივი ბერძენი და იტალიელი არ მუშაობს, მე მგონი ძიძათ და მოხუცების მომლელებად. პოლონეთში მაგალითად ტაქსისტების ის არის, რა ქვია, სიმცირეა. პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე მემარჯვენე ქვეყანაა ევროპაში. ერთ-ერთი კი არა, ალბათ ყველაზე მემარჯვენე ქვეყანაა, სადაც 3 ქვეყნიდან, საქართველოსთან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ჩაყავთ ადამიანები, რომლებიც საქმდებიან იგივე სფეროში, რაც ჩვენთან არის. იმიტომ რომ დეფიციტია, სწორად უდგებიან ისინი, მაგრამ ჩემს ქვეყანაში სიღატაკია, მოხუცები შიმშილობენ, ბავშვები, ათასობით ბავშვი შიმშილით იღუპება, მეტროს სადგურები, შუქნიშნების სავსეა მოწყალების მთხოვნელი ადამიანებით, ბავშვებით, მოხუცებით, სოფლები დაიცალა, შობადობა რადონეზია თვითონაც აღიარეს ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და თურმე ჩემს ქვეყანაში შეიქმნა დეფიციტი და საჭირო გახდა რომ 1,5 მილიარდ ევროიანი 200 მილიონიანი პაკისტანიდან და 5 მილიონიანი თურქმენეთიდან ძირითადად ეს ამ 3 ქვეყნიდან არიან და არაბებიც ბევრნი არიან და უნდა ითქვას რომ რუსებიც ბევრნი არიან. მე მინახავს. კი არა, ზოგადად რუსები უფრო მეტი არიან ამათივე სტატისტიკის მიხედვით, თუმცა ეგ არის საკურიეროში ვამბობ მე კონკრეტულად. საკურიეროში. ხო, მე თვითონ მინახავს. ხო და ამ ხალხს რო ასაქმებ, რიდან გამომდინარე, საიდან გამომდინარე დაასაქმე ეს ხალხი. და კიდე იმას მინდა დავუბრუნდე, სამართლებრივი სახელმწიფო თუ უნდა შევქმნათ, არასამართლიანად რატომ იქცევი და კანონის გვერდისავლით რომ არალეგალმა იმუშაოს. ქართველებს გერმანიაში მაგალითად ტოლვილებად რომ ბარდებიან, მათ უფლება არ აქვთ რომ იმუშაონ. და ტოლვილის რაღაცა მინიმალური ანაზღაურება აქვთ. მაგალითად ბელგიაში ასევე რომ ბარდებიან ქართველები, არც იქ არ აქვთ უფლება ტოლვილებს. ასევე ტურისტულად რომ მიდიან ქართველები, თუ ვიზა არ გაქვს და დაგიჭირეს მაგალითად მუშაობის პროცესში დეპორტი გაქვს. და ჩემს ქვეყანაში ეს რატომ არ უნდა იყოს? ხო ვისწრაფით იქიდან. ხო თანხმდებით ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე და არ აკეთებენ ამას. იმიტომ რომ ჩანასახშევე ამ ადამიანების პოლიტიკა და აქტივიზმი არის ტყუილი. და ისინი საკუთარი რაღაცა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ჩემს ქვეყანაში ქმნიან ბოდიში და ვირიმუშებს და ამ ვირიმუშებზე უფრო კიდე ვირიმუშებს თუ იშოვნიან უცხოელებში იმათაც ამუშავებენ. რეალურად ამათვის ადამიანი არაფერი არ არის. ერთხელ მოდის ადამიანი ამ ცხოვრებაში და მესმის რომ უპდავები რომ იყოთ, კი ბატონო, იყოს ეს თავისუფალი ბაზარი, სადაც ადამიანი იბრძოლებს და როდისღაც მიაღწევს თავის რეალიზებას შეძლებს ბიზნესშიც, ეკონომიკაშიც და თავის ქვეყანაშიც. რავი, მარტივი ის არის აქვე ჭეშმარიტება. იმიტომ რომ არ იყო იქ უკმარისობა იყო მუშახელის. და ვიაზრებ ამას, როგორია შენ როცა მუშაობ საზღვარგარეთ. ეხლა ამერიკაში ტრაილერის შოფრები და იმის რა ქვია, დორდაშზე რომ მუშაობენ. აი ძალიან ისე მარტივად საუბრობ რა, რაღაცა
აკადემიური ენით იგი არა, აფსალო, ხო? ჩვეულებრივი ზღოლები არიან, არიან დორდაშზე იმაზე მუშაობენ. იმიტომ მუშაობენ, რომ ამერიკელი იქ არ იმუშავებს. ამერიკელი სხვა რაღაცაზე მუშაობს. და ნუ ადარებთ იმას, რომ თურმე ქართველებიც არიან. ქართველები ვართ გაჭირვებით 3 მილიონი. და 1 მილიონი თუ 1.5 მილიონი თუ არის საზღვარგარეთ წასული. იმიტომ არის იქ, რომ იმ უცხოელს უფრო სჭირდება ქართველები იქაურ მუშახელად. და ქართველს ამ ქვეყანაში არც ერთ სამსახურში შეიძლება ტექნოლოგიების კუთხით გჭირდებოდეს, განვითარდეს ქვეყანა. და ევროპიდან ჩამოვიდნენ, რომლებსაც განაისეგნებათ ინტერესი, რომ ქართველი ჩაანაცვლონ. არა, გვასწავლონ თავიანთ ქვეყანაში რა მიიღეს, როგორ შეძლეს განვითარება და როგორ არის მაგალითად საშუალო პენსია 1500 ევრო.